გამარჯობა ჯეის 2 თვის წინ დავდე ასკეზა, სადაც ჩაუთქვი რომ ერთი თვე არ მოვწევდი სიგარეტს და სანაცვლოდ მე და ერთ ბიჭს კარგი ურთიერთობა გქონოდა და ბედნიერი ყოფილიყავით. სადღაც მე-14 დღეს დავარღვია ასკეზა. ასკეზის დარღვევის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა ამ ბიჭთან. კარგი ურთიერთობა მქონდა და წამშალა მეგობრებიდან 3 წლის ურთიერთობის მიუხედავად შეწყვიტა ჩემთან კომუნიკაცია მკვეთრად. საერთოდ არაფერი არ უთქვა ჩემთვის, თითქოს ვიღაც უცხო ადამიანი აღმოჩნდი მკვეთრად მისთვის. ვერ ხვდები რატომ გააკეთა ეს და ზედაც არ მიყურებს, რაც ძალიან უცნაურია ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. მიზეზსაც ვერ მეუბნება და ამბობს რომ მიზეზი არ მაქვს, უბრალოდ ესე ვგრძნობო. განვიხილოთ რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. როდესაც ორი ადამიანი ურთიერთობას იწყებს, ეს ორი ადამიანი ერთ საერთო სიყვარულში აქსობს თავის ენერგიას. წარმოიდგინეთ სიყვარულის ჭურჭელი, სადაც ერთ საერთო სიყვარულის ყულაბაში აგროვებთ თქვენს სიყვარულს. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რა პერიოდშიც ერთმანეთთან ურთიერთობდით და სიყვარულს აზიარებდით ერთმანეთში. შესაბამისად, ეს ენერგოსიყვარულის ჭურჭელი, ყულაბა წარმოადგენს ქალის და კაცის სიყვარულის საცავს რეზერვარს, სადაც ინახება ყველა ის ემოცია და გრძნობები, რაც კი ადამიანებს ერთმანეთის მიმართ განუცდიათ და რაც ერთმანეთის მიმართ გაუზიარებიათ. ამ ენერგოსიყვარულის რეზერვართან ორივე წყვილი დაკავშირებულია და გამუდმებით ამ ენერგოსიყვარულის საცავიდან იკვებება წყვილი. შესაბამისად, ამ ენერგოსაცავის გარეშე წყარო სიყვარულის, რომელიც ერთად აგროვეს, ქრება და ქრება სიყვარულიც. როგორც ვალუტას ამყარებს ოქრო, ისე ეს სიყვარულის ჭურჭელი ამყარებს წყვილის სიყვარულს. შესაბამისად, ამ სიყვარულის რეზერვარის გარეშე სიყვარული ქრება. ეხლა რა გააკეთე შენ გაუაზრებლად, როდესაც ასკეზა დადე სიყვარულზე და ამ ბიჭზე. როდესაც შენ ასკეზა დადე, შენ განაცხადე რომ მე ვდებ სიყვარულის ამ შენაგროვებ ენერგიას და საპასუხოდ სიგარეტს არ მოვწევ. შესაბამისად, ასეთი ასკეზით შენ დადე შენი სიყვარულის ენერგიის ჭურჭელი ასკეზასთან და როდესაც არ შეასრულე ასკეზა, ასკეზამ წაიღო ეს სიყვარულის ენერგია. და როდესაც სიყვარულის ენერგია წაიღო, შენ და ის ბიჭი დარჩით სიცარიელით. როგორც ფული უფასურდება და ინფლაციას განიცდის, ისე განიცადა თქვენმა ურთიერთობამ ინფლაცია, რადგან ის ენერგია, რაც თქვენ გაერთიანებდათ და რაც თქვენი იყო ნაგროვები, გაქრა უცებ. და ეს წაიღო ასკეზამ და ამის გარეშე იმ ბიჭისთვის შენ ხარ უცხო. საერთოდ არავინ აღარ ხარ მისთვის. იმ ბიჭში გაქრა ყველანაირი ემოცია. კი, მეხსიერება აქვს, მაგრამ გრძნობები, ენერგია აღარ არის, შეგრძნება აღარ არის ის. რადგან შენ გაუცნობიერებლად გადაცვალე ასკეზასთან შენი სიყვარულის ენერგია, რომელიც ერთად გქონდათ დაგროვებული. და ამიტომაც მყისიერად მისთვის გახდი უცხო. და ის ამას ვერც ახსნის თავის თავში, რას გრძნობს. უბრალოდ გონია რომ უკვე აღარ უყვარხარ, აღარ აინტერესებ ხარ და ვეღარც გრძნობს ამ ყველაფერს შენს მიმართ. რადგან ის, რაც თქვენ სიყვარულს უმყარებდა საფუძველს ენერგიულად და რაც ერთად აგროვეთ, შენის გადაცვალე გაუაზრებლად. ის ამიტომაც გაცივდა უცებ, ამიტომაც უცხო გახდი, თან ვერც გეუბნება მიზეზს, რადგან ვერ გეტყვის მიზეზს. უბრალოდ ვეღარ გრძნობს იმას. გაქრა ის საფუძველი, რითაც იკვებებოდა მისი სიყვარული. ის წყარო გაქრა, ერთად რაც აგროვეთ ენერგია. ის ენერგიის ჭურჭელი არის როგორც კვების წყარო. ეს ენერგო ჭურჭელი უკან ასხივებს ენერგიას თქვენში, შენზეც ცალკე ასხივებს, მასზე ცალკე ასხივებს და იკვებებით ამ საერთო სიყვარულით და ერთმანეთის მიმართ განიცდის სიყვარულს, ეს ერთმანეთის მიმართ განცდა სიყვარულს ისევ წარმოქმნის თქვენში სიყვარულს და ისევ ივსება ეს სიყვარულის ჭურჭელი. შესაბამისად, ამ ჭურჭელის წაღების შემდეგ გაჩნდა სიცარიელე. თქვენში მეხსიერება აქვს, მაგრამ ვეღარ გრძნობს იმას, რასაც გრძნობდა და მისთვის აღარ ხარ ისეთი ძვირფასი ადამიანი, როგორიც იყავი, რადგან ის ენერგიული ჭურჭელი მოპარულია, წაღებულია. სამწუხარო ის არის, რომ გაუცნობიერებლად სიყვარული დადე იმისთვის, რომ სიგარის დაგენებებია თავი. შენი ბრალი, რა თქმა უნდა, ეს არ არის, რადგან ადამიანებს ესე ატყუებენ. შენ რო გწოდნო და ესეთ შედეგს მიიღებდი, მასეთ გარიგებას არ დადებდი. ამიტომ ეს გარიგება არის ცრუ, აფიორო და შეგიძლია ამ გარიგების უკუქმება გააკეთო. გამთლიანების გვერდზე შეგიძლია შეხვიდე, ლოცვანი ქვია სახელად და მუქთან უკუქმების ლოცვები არის. საიკითხე ასკეზასთან მიმართებაში და გააუქმებს იმ მოტყუებით დადებულ კონტრაქტს, რომელიც დადე. რადგან ეს მოტყუებით დადებული კონტრაქტი შენ ეს არ გინდოდა. ამიტომ შეგიძლია უკან დაიბრუნო შენი ენერგია. შესაბამისად, რაც დევს გამთლიანებაში უკუქმების ლოცვები, ეს არის სამყაროს მექანიზმთან, კარმასთან საჩივრის შეტანა, რომ შენ დაგიბრუნდეს შენი, შენ გაგიუქმდეს შეცდომით გაუცნობიერებლად დადებული კონტრაქტები მუქებთან, რომელიც მოტყუებით დაგადებინეს. მარტივად რომ გითხრა, უნდა გააუქმო ლოცვით ასკეზა. შესაბამისად,
შესაბამისად, ჩვენ შეცდომაში შეგიყვანეს ეს არ არის სამართლიანი სამყაროს კანონების მიხედვით, გაასაჩივრე სამყაროში ამ ლოცვით შენს განზრახვას, რომ ეს იყო მოტყუებით დადებული კონტრაქტი, რომ სამყარომ ყისრად მოახდინოს რეაგირება. სამყარო ისედაც მოახდენს რეაგირებას და თავის ადგილზე დააბრუნებს ყველაფერს, უბრალოდ ამას დაჭირდება დიდი დრო და ამ დროში უკვე ყველაფერი კონფიგურაციები შეიძლება ის ბიჭი უკვე შენს გვერდით აღარ იქნება. ამიტომ თუ გინდა რომ ყისრად დაგიკომპენსიროს, სამყაროს სასამართლოში კარმასთან უნდა გაასაჩირო ამ ლოცვით, რომ მე დამიბრუნდეს ეს, რომ სამყარომ მიიღოს ეს ინფორმაცია, დაეხმაროს სამყაროს მექანიზმს ამით, რომ შენ აღიდგინოს სამართლიანობა და ფიქრობ შეიძლება ყველაფერი. დანარჩენი დააკვირდი რა როგორი იქნება და პასუხი გამაგებინე. სალამი, კი, მახსოვ ხარ, კი. ესე იგი, გამოჩნდა ეს ბიჭი, ის ლოცვები რო წაიკითხე, სამყარო დააბრუნებდა იმ დანაკარგის ნაწილს, სიყვარულის ნაწილს, რაც დაკარგეთ და ამ ბიჭში მოვიდოდა ფიქრები, გრძნობა მქონია, რატო მოხდა ეს. ის ბიჭი ახლა ვერ რეაგირებს, რატო ისევ გაუჩნდა ემოციები და გრძნობები. ეს სწორედ იმ გასაჩივრებამ გააკეთა, რაც მაშინ გირჩია. ენერგია შეიძლება დააბრუნა, მაგრამ ის განშორების პროცესი, მომენტი, რაც იგრძენი, რომ გულცივად მოგექცა, გაქრა და უცებ მოიქცა ეს მისი ბრალი არ არის და შენი ქალური თამაშები არ გინდა. აიღე პასუხისმგებლობა, რომ მომწერაო და მეც დავსინე როგორც თავად დამიწყო. ანუ ნახე, გაუგე მას, რატომ მქონდა ეს შეგრძნება. მან დაკარგა ყველაფერი შინაგანი შეგრძნების ფორმით. მისთვის გახდი უცხო. ეს არის შენი პასუხისმგებლობა, შენ გააკეთე ეს და პრობლემა სწორედ ამაში აგიბრუნდა თქვენი სიყვარულის ემოცია, მაგრამ ის წყენა, ის ზურგში რო ჩაქცა ხანჯალი ეს შეგრძნება არსად არ მიდის. ეხლა აქ უკვე შენ უნდა იმუშაო. შენი პასუხისმგებლობა ეს შენ გააკეთე და არ უნდა გეწყინოს იმ მამაკაცმა რაც გააკეთა. იმიტომ რომ ასკეზის დარღვევა და მაგბიჭის გაციება და გაქრობა და გაშრობა ერთი იყო. ლოცვების წაკითხვა და მაგბიჭის გამოჩენა ყისიერად ერთი იყო. მიხვდები, ეს თამაში არ არის. ამიტომ პასუხისმგებლობა აიღე და არ დასინო შენს როგორც ის გსინაოდა, იმიტომ რომ ეს შენ გააკეთე ის რო გსინაოდა. ეხლა უკვე შენ რო სიყვარული დადეს ასწორზე, ეხლა ხდება შენი სიყვარულის შემოწმება. აბა რამდენად იმსახურებ ამ სიყვარულს. რო გაასაჩივრე სამყაროს სასამართლოში, ეხლა სამყარო გეუბნება, აბა მათ ჩვენ რამხელა მიუღებელობა გაქვს, რამხელა პატიების უნარი გაქვს. ეხლა შემოწმებები მიდის, ეხლა შენ თუ დასინავ, როგორც ის გსინავდა და აყვები ამ თამაშს, წააგე. სიყვარული დათესე და ისევ დაუბრუნდებით ძველ მდგომარეობას. უბრალოდ ამას უკვე დრო დაჭირდება. აღდგენები. არაფრის და დანარჩენი ეხლა უკვე გონით მოიქეცი და აღარ ითამაშო ესეთ რაღაცეებთან. სიყვარულში იყავით, ერთმანეთს მოეფერეთ, ჩაიხუტეთ და ერთმანეთს გაუფრთხილდით.